მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა კომენტარებისთვის. ყოველთვის მიხარია რომ წერთ კომენტარებს. ახლა რაც შეეხება იმას თუ რაზე გავშლი, რა თქმა უნდა პირადზე და რა თქმა უნდა ადამიანზე, რომელიც გაინტერესებთ. ჩვენ ესე იგი ჩვენს ცნობის მოყარეობას საზღვარი არ აქვს. ხო, და ჯერ ვნახოთ ენერგიები ამ პიროვნების. გავასწოროთ ენერგიები, ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი. რა ენერგიებშია ის თქვენთვის საინტერესო ადამიანი ახლა. რაღაცა რეორგანიზაციული პროექტები, რაღაცას ფიქრობს, რაღაცას ელოდება, ესეთი ენერგიები აქვს, სამსახური, კარიერა, ბიზნესი. რაღაცას ჩაუყარა საფუძველი, ელოდება, უყურებს მოვლენებს, რა ვითარებაც არის საერთოდ აკვირდება რა სიტუაციას, ან ტელევიზორს უყურებს, ესეთი ინფორმაციები აინტერესებს და ახალი დასაწყისი. ფიქრობ, შეიძლება სხვა ქვეყანაში გადავიდე, ან ეძებს ქვეყანას, ან გადასული, მთლიანობაში ახლა დიდად რო გითხრათ, რომ რამეს აკეთებდეს არა, უბრალოდ მოვლენების განვითარებას აკვირდება. ესეთ ენერგიებში ახლა ეს ადამიანი. თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს? ვინც არ უნდა იყოს ის, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი? რა ფიქრები აქვს? დაფარულია, იმიტომ რომ ყველაფერი იყო გართობა, დროს გააყვანა, სიამოვნების მიღება, დიდად დაგეგმილი არ ქონდა, რამე სერიოზული პასუხისმგებლობის გარეშე იყო ეს ურთიერთობა. ამიტომ დაფარულია. თუ აპირებს თქვენთან კონტაქტზე გამოსვლას. კონტაქტზე გამოდის, მაგრამ თვითონ აქ რაღაც პრობლემები, რაღაც ჭიშები, რაღაც დაბრკოლებები არ იცის. თქვენ მის ცხოვრებაში იყავით საჩუქარი, რაღაც პერიოდი. ის იღებდა ამ გრძნობას თქვენგან, სასიამოვნოს, მაგრამ ეხლა აქ კრიზისული პერიოდი. თვითონ, როგორც ბრმა ადამიანი მიდის და ვერ ხედავს გზას, ისეა მის ცხოვრებაში ახლა რაღაც ეტაპი, რასაც ელოდება, პირველი კარტი, ხო? სიგნიფიკატური, რომ ნახე ენერგიები, რას იჯდა ადამიანი რაღაცები წარსულში. გააკეთა, იმუშავა, იღვაწა საქმე და ეხლა ზის მოვლენებს აკვირდება, რომ რა იქნება. ასევე არის თქვენთან მიმართებაში. როგორც ბრმა მიდის, არ იცის სად, თან აქ სტრესი, ნერვულობა, დარდობს. ეს არის წარსული სიყვარული, წარსული გრძნობა. სამომავლოდ არ აქვს არანაირი გეგმა, ჯერჯერობით. მაშინ რას ელოდება ეს ადამიანი? რას ელოდება ეს ადამიანი? რას ელოდება? ახალ დასაწყისს, მაგრამ არ იცის საით წავიდეს. კიდევ ერთხელ ვიძახი, ის ბრმა ადამიანი ამოდის, რომელიც მიდის, არ იცის სად, გეგმა არ აქვს, უყურებს მოვლენებს, უნდა რომ იყოს გამარჯვებული. რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ იყოს გამარჯვებული, მაგრამ ვერ ხედავს ჯერჯერობით ვერანაირი გამოსავალს, თუმცა დაფარულია ეს ყველაფერი და ეფუძნება
მესამე პირს აქ არის ჩარევა მაგიური ქალისგან. ვინ ჩადგა თქვენ შორის, მე მგონი. და აგირიათ რაღაც პერიოდი ურთიერთობა. თუ მოაგვარებს მაშინ ამ სიტუაციას, რაშიც არის ეს ადამიანი, აბა, თუ ჩანს მოგვარება. ჩაიფიქრეთ თქვენ. ძალიან გრძნობებს აყოლილია, ემოციონალური ფონია მისგან. კი, ემოციები აქვს ძალიან დიდი და მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება, რომ რაღაცა დააშავა. ეს იყო ბნელი მომენტი მის ცხოვრებაში. თვითონაც არ უნდოდა, მაგრამ მოხდა ესე. ანუ განიცდის, იმიტომ რომ დაბალ ვიბრაციულ სტრუქტურას დაემორჩილა. გზის გასაყარზე არჩევანი არ ქონდა რაღაც მომენტში. და როგორც იმპერატორმა ამ შემთხვევაში თვითონ პიროვნება ამოდის ეს მის საუფლება რომ დაეკმაყოფილა თავისი ვნებები. აი ესე ამოდის, სიამონება მიიღო რა. და ამის შემდეგ ჯდება გალიაში. გალიაში რატო ჯდება? იმიტომ რომ დააშავა. სამყარო კიდე ასე მოქმედებს. ვინც როგორ იქცევა, იმის მიხედვით გექცევიან შენ. ეს არის უკავშირი და ბუმერანგის კანონი, რომელიც ჯერ არავის არ უარყვია. თუ გაიარა ეს განსაცდელი, მან ანუ ის რაც დააშავა, დაუბრუნდა უკან და აი ეს პერიოდი თუ გაიარა. ჯერჯერობით კიდე ტირილში და ცრემლშია. აი იმ გართობის გამო, აქ იყო დროსტარება, აი კაბარეს ქალები რო გამოდიან, ხო იცით? ვიცით, ხო? მონამუხ პარიში. ნუ ახლა ძალიან ისეთი შედარება, რომ დადიოდნენ კაცები კაბარეში, ქალების საყურებლად, დროის გასაყვანად. დროსტარებისთვის, აი რაღაცა აი მანდაგვარი სიტუაცია იყო მის ცხოვრებაში. ეხლა რა თქმა უნდა, პარიში არ მომხდარა ეს. გამახსენდა უბრალოდ. კაბარეს ქალები. კი ბატონო, და იქ ერთი ძალიან დაინტერესებულმა კაბარეს მოცეკვავე წარმომადგენელმა გამოყო თავი. თუმცა ამას ოჯახი ყავდა და ამიტომ არაფერიც არ გამოუვიდა, მაგრამ იყო რაღაცა ფლირტაობის მომენტები. რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ფლირტაობა მომსახურე პერსონალთან, ასე ვთქვათ, თუ კაბარის მოცეკვავე ქალთან. კაბარე. ხო, ცოტა ხანი, იმიტომ რომ აქ ჩანს ის ქალი პარტნიორი, თქვენ, შეიძლება მისი ცოლი, ვინც გაიგო და გაასამართლა. პირდაპირ რო იყვნენ აი ხმლებით ალესა. და ამის გამო გაიქცა ეს ადამიანი ცოტა ხანი, ანუ გაირიყა, ნახეთ, მოწყდა სოციუმს. და ეხლა სტაბილურად ფიქრობს ისევ ოჯახურ სიტუაციის აღდგენას ოჯახში, სტაბილურობის შენარჩუნებას, ანუ რაღაცა პრობლემა მოუვიდა მეუღლესთან ოჯახში, ხო? დაირღვა მის სტაბილურობა. აბა ეხლა ვინ გაპატიებს თუნდაც ერთ გაფანცვალებას? აი ჩუმად გავიფანცვალებ რა და ვერავინ დამინახავს. აი ეგრე არ არის სამწუხაროდ. და რით დამთავრდება მისი ისტორია? ანუ დამთავრდება რა? ამახო მომავალში რა ელოდება? ნუ ეხლა რა თქმა უნდა დარდობს, მუშაობს, რაღაცას აკეთებს, საქმიანობს. ნუ ამოდის ეს საიდუმლო, ამ საიდუმლოს გამო, რასაც ვერ ამბობს, ვერ იძახის. და ამის გამო დაიტყვევა, დაიტუსახა თავი.
სხვათა შორის ფსიქოემოციონალური ფონიც არის, ავათაც არის, რაღაც ბარიერებია გადასალახი მასში, თვითონ მასშია კონფლიქტი. მასშია, იმიტომ რომ შეცდა, ფეხი წაუწდა, რა ვიცი კიდე როგორ თქვა, მაგრამ ოჯახისთვის იღწვის, ასე ვთქვათ, მისი პარტნიორისთვის. უნდა ისევე რომ აღადგინოს მის პარტნიორთან ურთიერთობა. ცოლია, მეუღლეა, შეყვარებული არა, ახალი დასაწყისი აქ, ანუ გამოიარა ეს ეტაპი რა. გამოიარა და აღდგენის კარტი ამოდის. აძლევს სამყაროს შანსს, იმიტომ რომ სინანული აქვს ამ ადამიანს, მოინანია. აი ესე ამოდის პირდაპირ აღდგენის კარტი სამყაროდან და საჩუქარი. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება, მე ვფიქრობ. აი ესეთ მდგომარეობაშია ეს ადამიანი, თუ რეზონირდა და თუ იყო მსგავსი რამე და რაღაცნაირად გულზე მოგხვდათ ეს ინფორმაცია, გამილაიქეთ, მომწერეთ, გამიხარდება, აბა თქვენიცით.